მოდი სამოქალაქო განათლება ეს გავარკვიოთ ჯერ. ბატონო ივა მოგესალმებით გესმით ჩვენი ხმა? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. თუმცა მესმის, მესმის. გამარჯობა. თავარია რომ გესმით, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და გადავიდეთ საქმეზე პირდაპირ. რას ნიშნავს სამოქალაქო განათლება ემატება ასარჩევ საგნებს? ჯერ სამოქალაქო განათლება რას ნიშნავს? გავარკვიოთ რა, ძალიან მაინტერესებს უბრალოდ. ეს ჩემდამე არის შეკითხვა. დიახ. მე მგონი თქვათ სწორი არქესატი არა ვარ თუ მეკითხებით რა არის სამოქალაქო განათლება. სამოქალაქო განათლება ერთ-ერთი საგანი არის, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით და სავალდებულო არის სკოლის მე-10 კლასამდე, კლასში ჩათვლით. ხო, მაგრამ თქვენ გამოცდებს რატომ დაემატა? ფარგლებში რამდენიმე სფერო შეიძლება გამოიყოს, თქვათ ერთი არის ის თუ ღირებულებების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი ამ საგნის სწავლებამ უნდა გაერკვოს მოსწავლეების სხვადასხვა პოლიტიკურ რაღაც სტრუქტურებში თუ ფორმაციებში თუ სისტემებში უნდა გაერკვოს ეკონომიკურ მოდელებში გაერკვოს აქ არის ცოტა პოლიტიკური თუ ეკონომიკური გეოგრაფიის ელემენტებიც ისტორიის ელემენტები უფლებების ღირებულების ის კონვენციები და უფლებები რითიც რეგულირდება დღეს ჩვენი ყველას ცხოვრება თანაცხოვრების წესები აი ესეთი ტიპის საგანია გასაგები აი ესეთ საკითხების ირგვლივ არის აგებული ეს საგანი და მართალი რომ გითხრათ გონია რომ ეს საგანი ყველაზე ინტერდისციპლინური არის ყველა საგანს შორის ალბათ იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ ყველა ასე ვთქვათ ყველა საგანმა უნდა ხელი შეუწყოს აი ამ სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას თუ ჩამოყალიბებას. თუმცა ვიმეორებ ალბათ თქვათ ესეთი კარგი რესპონსი არ ვარ თუ სიღრმისეულად მეკითხებით თუ რა არის სამოქალაქო. არა, ჩვენ გავიგეთ რა არის სამოქალაქო განათლება, კოტერით ვერ გაიგე 4 ეთერი ერთი და იგივეს გიხსნი რა არის სამოქალაქო განათლება და შენ ეს ძალიან მოგწონდა თავიდანვე რომ სკოლებში ეს ესწავლებინათ. გავიგეთ სამოქალაქო განათლება და გადავიდეთ ახლა შემდეგ შეკითხვით თუ შეიძლება. მაინტერესებდა რომ დავრწმუნებულიყავი კიდევ ერთხელ ეს ის არის. სამოქალაქო განათლები რატომ შევიდა არჩევის საგნებში? ეს არის საინტერესო. რატომ შევიდა? რას ნიშნავს მე რომ ავირჩევ სამოქალაქო განათლებას? ანუ მე უკვე უნივერსიტეტებში და უმაღლესებში არსებობს პროფესია თუ თუ რას ნიშნავს ამ საგნის არჩევა? არა. ეს არის ალტერნატიული საგანთა ჩამონაცვალში შევიდა სამოქალაქო განათლება და ეს არის სწორედ სიახლე. ამ საგნის დამატებით ვიმედოვნეთ რომ ეს არჩევითი საგანია და ფაკულტეტი ირჩევს, რომ ვაძლევთ ფაკულტეტებს სასწავლო მიმართულებებს, პროგრამებს, მეტი არჩევანის საშუალებას, რომ უკეთესად მოერგოთ მათ მოთხოვნებს. აი მაგალითად, რამდენად ჩემთვის ცნობილი უკვე ბევრმა ფაკულტეტმა იურიდიული მიმართულების კუთხით რამდენიმე უნივერსიტეტიდან აირჩია სამოქალაქო განათლება, რადგან იქ ამ საგნის სფეროში მოცემული საკითხები უფრო ეხმიანება იმ საკითხებს, რითი სწავლება და გაღრმავება მოხდება უშუალოდ ფაკულტეტის სწავლებისას. ანუ უფრო ადეკვატური შერჩევის საშუალებას ვაძლევთ. გასაგებია. ეს არჩევითი საგანი არის, როგორც მოგეხსენებათ და ეს უფრო შეთავაზება არის უმაღლეს სასწავლებლებისთვის, რომ ამა თუ იმ ფაკულტეტზე, ამა თუ იმ სასწავლო მიმართულებას უჩვენოს ფაკულტეტის საბჭო თუ არის რექტორატი თუ ვინც ამას კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ადეკვატურია, თქვათ, სამედიცინოზე სავალდებულო საგნების გარდა, თქვათ, ქიმია თუ ბიოლოგია, რაღაც სხვა ფაკულტეტი შეიძლება აირჩიოს. დიდი მადლობა ბატონო ივა, ბატონი ივა მინდაძე, გამოცდების ეროვნული